შეხედეთ ამას. ეს სოკო არის ჩიტის ბუდე. და რატომ ეხლა? შეხედეთ როგორი ფორმა აქვს და აი ამიტომ ქვია ჩიტის ბუდე. შიგნით ნახეთ. ეს პარკები, რომელიც კვერცხებს გავს. თითქოს ჩიტის კვერცხებია შიგნით. აი ამ პარკებში აი სამი ცალი რომ არის, ხო ხედავთ რაღაც მარცვალებით შიგნით. აი ეგ არის არა სპორები, არამედ სათავსო, სადაც სპორებია, ეგ რომ გახსნათ აი მარცვალებით რომ არის, ეგ რომ გავხსნათ, იქ იქნება მტვერი. და როცა ეს თავს გახსნის, აი ეს ზევიდან თავი ხო გახსნილი აქვს, ეს რო იხსნება, მერე ეს სპორები იბნევა გარშემო. ნიადაგზე. ერთი აქაც გახსნილია და როცა იხსნება, მოდი გავხსნი. ეს აი ამიტომ ქვია ჩიტის ბუდე. რომ თითქოს ბუდია და შიგნით დევს კვერცხები. ბევრნაირი სოკო არსებობს ბუნებაში, რომელიც შეიძლება არც კი ვიცოდეთ, რომ სოკოა. მაგალითად ეს ჩიტის ბუდე. და საერთოდ ჩვენი გარემო, ლაგოდეხის ნაკრძლის გარემო, იმდენად მრავალფეროვანია, რომ უბრალოდ არ შეიძლება აქ ამოწურო ის ბიომრავალფეროვნება, რაც აქ ბინადრობს და რაც აქ გვხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სახეობები, რომ შემდეგ ჩვენ შეგვეძლება თქვათ ის თუ როგორი გარემო არის აქ, არა მხოლოდ ჩვენთვის ადამიანებისთვის, არამედ თვითონ აქ ცხოვრები არსებებისთვის. ხო და ესეთი მრავალფეროვნება ქმნის მე ისეთ გარემოს, რომ ყველა ბინადარი შეიძლება რომ აქ ძალიან კარგად იყოს. აბსოლუტურად ყველა ბინადარი, ცხოველი, ფრინველი, მწერი აღარ აქვს მე მნიშვნელობა. რაც უფრო მეტია სახეობების რაოდენობა, მით უფრო მეტია სიცოცხლის ხანგრძლივობა და დამრავლების ნიშნული. ამიტომ ყველაფერი აქ მისახედია და საცავია. და მე ვფიქრობ, რომ ხალხშიც გასატანია, იმიტომ რომ ხოლო ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ თუ რა სახეობები გვხდება ჩვენ ტყეებში, ანუ ყველამ უნდა იცოდეს. მით უმეტეს ლაგოდეხელებმა. ეს უბრალოდ ლამაზი ნაკრძალი არ არის, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეზერვი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სახეობები ბინადრობენ და გაფრთხილება სჭირდებათ მათ.